დღეს ასევე თქვენ კიდევ ერთხელ აღნიშნეთ ის, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავებას უკავშირებთ აი ამ მემორანდუმის ხელმოწერას სწორედ. გამოძიების ვერსიით კაბელების საქმეზე ძიება დაიწყო ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე მოხდებოდა თქვენი საფრანგეთში გამგზავრება, ზოგადად ამ ხელშეკრულების კი არა და მემორანდუმის გაფორმება. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ორი თემა მაინც ასე ერთმანეთთან კავშირშია? ძალიან პირდაპირ მიზეზშედგომური კავშირია. პირველი ეს გამოძიება დაიწყო მას მერე, როდესაც მე ექს-პრემიერსაც და მოქმედ პრემიერსაც უთხარი, რომ ვაპირებდი პარტიის გაძლიერებას, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სათავეში პარტიის დაბრუნებას, სწორედ მაგის მერე დაიწყო გამოძიებაზე ზრუნვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მე ერთხელ საჯაროდ ვთქვი, რომ აგვისტოში მას სპეციალური შეხვედრა ჰქონდა პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, სადაც პირდაპირ გასცა დავალება, რომ მოემზადებინათ რაღაცა ჩემს წინააღმდეგ, ეს უკვე დადგენილია ჩემს მიერ უკვე. და ამის მერე მიდიოდა გამოძიება, რომელთანაც მთლიანად ინფორმაცია გამოვიდა იმ მონაწილეების მხრიდან, პირდაპირ გეტყვით, ზოგიერთი მონაწილეს მხრიდან. შემდეგ უკვე როდესაც გამოძიება დაიწყეს, ამას დეტალებში აღარ წავალ, იმიტომ რომ მქონდა ამაზე საუბარი ღარიბაშვილთანაც და სრული თანამშრომლობა ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და მათ შორის ამ ადამიანებს, ვინც აინტერესებდათ, მიდიოდნენ ჩვენებებს საზრდოobject. ანუ არანაირი საგანგებო ვითარება იმის, რომ ვიღაც რაღაცას მალავდა, ან დოკუმენტაცია მთლიანად წაღებული იყო ისედაც, არ არსებობდა და ამ ადამიანების დაკავების უსაფუძვლო, მაგრამ დაკავების აუცილებლობა სწორედ იმ მომენტიდან დადგა აქტუალური, როდესაც მე ტელეფონით უთხარი, რომ არა, ამ შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ. ასევე შიგნიდან რაც ვიცით, რომ სწორედ ამ სატელეფონო ზარის მერე მიიღეს პირდაპირ მითითება პროკურატურის ხელმძღვანელებმა, რომ სასწრაფოდ მოამზადეთ დასაკავებლად ადამიანები. მათ მოამზადეს ეს 5 კაცი და დილით, როდესაც მივდიოდი მე ხელმოსაწერად უკვე დოკუმენტის, დაკავებული იქნენ. და მიუხედავად ამისა, თქვენ ეს მემორანდუმი მაინც გააფორმეთ. ნუ მათ ეგონათ, რომ რაღაცნაირად ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე ესეთი რაღაცები შემაკავებდა მე საქმის გაკეთებისგან და პირიქით. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვან და ამ კაბელების საქმე, როდესაც ჩამოენგრევათ, ეხლა რომ დაიწყო სასამართლო პროცესი, მე მოვთხოვ ბიძინა ივანიშვილს და ღარიბაშვილსაც საჯაროდ მოიხადონ ბოდიში იმ 5 ბიჭის წინაშე და ჩემს წინაშე.